კაცი ქარიზმატულია რო ბრაზობს. თანამედროვე ქალი ძალიან დიდი გამოწვევების წინაშეა. რა კარგი ბავშვი, დამჯერე, კონტროლირებადი. ადვილად სამართავს. ცოცხლები რო ვართ, გავბრაზდებით, ხან გვეწყინება, ხან ვიცინებ. ის რა წნეხიც არის, ქალებზე რომ უნდა იყოს აი კონკრეტული წონა, ესეთ ფორმაში სიბერე ნიშნები არ უნდა ქონდეს პატრიარქატ სადარაჯოზე, კაცზე მეტად დგას ქალი. ქალი, რომელმაც ფემინურობა უარყო, დაიტოვა დედის როლი, ყველაფერი თავის თავზე აიღო პასუხისმგებლობა. კაციც ბავშვის როლში მოაქცია. აი ესეთი ქალი დგას. არა და თან ფემინიზმი არ ნიშნავს კაცის დაგმობა. არა, რა, ეს საინტერესოა, საიდან მოიტანეს. გამარჯობა, თქვენ უყურებთ Wellness Podcast-ს, მე ვარ თაკო ბასილია. დღეს ჩემი სტუმარია ირინა ტორონჯაძე, ბლოგერი, ფემინისტი. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ქალებზე, თუ რამდენად დამოკიდებულია ჩვენი ქალების კეთილდღეობა სოციუმზე და ზოგადად გარემოზე. მინდა გთხოვოთ გამოიწეროთ ჩემი პოდკასტი და ზარის ღილაკსაც დააჭიროთ ხელი, რათა მომდევნო ეპიზოდი არ გამოგრჩეთ. გამარჯობა ირინა. გამარჯობა, მადლობა. რომ მომიწვიე სტუმრად. ძალიან მიხარია. რომ მოვახციე შედავდე. ძალიან მიხარია, რომ ხარ დღეს ჩემი სტუმარი და დღეს ძალიან საინტერესო თემაზე უნდა ვისაუბროთ, კონკრეტულად ქალებზე. და ჩემი კითხვა არის, აი, რატო ხდება, მოდი საქართველოზე ვისაუბროთ, არ წავალ ახლა სოფლიოში და ყოველთვის უფრო საინტერესოა ხოლმე ჩვენ. რატომ ხდება, რომ ჩვენს მიმართ, რა ვიცი, სოციალურ ქსელში ზოგადად საზოგადოება არის ბევრად უფრო მკაცრი და არ ვიცი, ანუ შეუმწყნარებელი, ხო, ხისტი, ვიდრე კაცების მიმართ. ძალიან საინტერესოა, ახლა შენთან რომ მოვდიოდი, სპეციალურად შევარჩიე ისეთი აუთფიტი, რომელზეც შეიძლება ჩვენმა მაყურებელმა თქვას, რომ, ნუ, არ ვიცი, გამომწვევი რამდენად არის, ჩემთვის არ არის, მაგრამ აი მოკლე შორტი, იქ რაღაცა დეკოლტე და რას უნდა გამოვეხმაურო, იცი? ესე იგი, დიდმა რობერტ სტურუამ რო რუსთაველის სცენას ეგეც მე ვარ. თინათინი ხა. თინათინზე იქით ვიღა არის, ხო, რომ აი ყდება მოსილების და სიდარ ბაისლის და ქართველ მანდილოსა ის სახე არის, ხო? და გადასარევად ლამაზად სხვათა შორის ესეთი მკერდ მოღერებული აბატონო, ხედავთ ხელოვნება. ესეც ფემინისტი ირინა ტორონჯაძეა? ამას ვამბობდი, სხვას კი არაფერს, რომ ქალს აქვს უფლება და უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, საშუალება, რომ სხვადასხვანაირი იყოს. რა იქნებოდა, იცი, საცოდაობა, რომ მე რო ვიყო ჩემს აი ამ იმიჯზე მიბმული და დაუშვათ ჩემს გარდერობში და ჩემს რეპრეზენტაციაში რო არ არსებობდეს სხვანაირი სამოსი, გრძელი პიჯაკი და შარვალი სიტყვაზე დახურული. მარტო ამ იმიჯზე თუ არ იდენტიფიცირებული და მე მხოლოდ ჩემი სექსუალური გამოხატულების ტყვეობაში ვარ, ეს პრობლემაა, მაგრამ თუ კი მე, როცა მინდა პოდკასტზე, სადაც თავისუფალი ასე ჩავიცვე, ოფიციალურ შეხვედრაზე, სადღაც ოფისში რომ მივდივარ, სხვანაირად ჩავიცვე, ოპერაში რომ მივდივარ, დახეული ჯინსებითაც არ მივალ, მაშინ მარტო გამომწვევაზე არ არის, დრესკოდზეა, ხო და ტყავის ტრუსებით და იმით რა ქვია, მათრახით არ მივდივარ, ხო, რატო? იმიტომ რომ ყველაფერს თავის წესი აქვს და ეს ოკეია. ოღონდ ამას არ უნდა მიეცეს კონოტაცია, რომ რადგან ქალი ხარ, ემან არ უნდა გაბედო სიამბლეს სადამდე მივდივართ, შენი სექსუალობა არ უნდა გამოხატო, ქალის საწყისი არის დამალული საქართველოში კი არა, მხოლოდ კაცობრიობის ისტორიის მანძილზე ყოველთვის შეფარული იყო. თქვენ ნახავთ მაგალითად ფალოსის ქანდაკებებს ყველგან. ძველ კულტურაში, ეს იქნება ევროპული კულტურა, აღმოსავლური ყველგან არის პირდაპირ ფალოსის ქანდაკებებია. ანუ კაცობრიობა ზეიმობს მამრობი, ასე იგი, კაცის საწყის. მაშინ როდესაც ქალური საწყი ხა დაიწყება, აბა რა გინდა რა ქანდაკება ქანდაკება მოგინდაო, მაგრამ ხო ხვდებით ინტელექტუალური ადამიანი. მიხვდება რაზეც საუბრობ, ქალის საწყისი არის დაფარული. იგივე ჩვენ რელიგიაში, ხო, აი მართლმადიდებლურ და სხვაში მართლმადიდებლურში, აი კათოლიკურში და ანგლიკანურში არა, მე მაგალითად ინგლისში მომიწია გარკვეული პერიოდი ცხოვრება და იქ ძალიან თავისუფალია, ისე იცმევენ, მე მეგონა მართლა ოპერაში მივდიოდით, როცა წირვაზე მივდიოდით კვირას, ხო? ანუ იმის გამო და აი მართლმადიდებლური, რომელიც რა თქმა უნდა, ჩემი აღსარებლობა და ჩემი რელიგია, მაგრამ ნახე, შედიხარ ქალმა უნდა შეიმოსოს თავი, რომ თმები, ესე სექსუალობის გამოვლინებაა, ხო? და მე აი შეფარული უნდა იყოს და კაცია
უფრო არა. ეს არის აი ჩვენი უკვე აი როგორც კი გაჩნდა მოდი ესე ვთქვათ აი ისტორიის მანძილზე ეს არის რაღაც 300,000 წლის წინ თუ არ ვიცი აი ზუსტად რაღაც ამ პერიოდში კერძო საკუთრება როგორც კი ჩნდება და კაცი და ძალაუფლებას წყვეტს უკვე ძალა ფიზიკური, ქალი გადადის კერძო საკუთრებაში და აქედან იწყება უკვე დისბალანსი. რა, აი ყველაფერი სინამდვილეში აქამდე მიდის და ჩვენ დღეს რაც გონია, რომ არის ჩვენი ტრადიცია, სინამდვილეში ამას საერთოდ სხვა საფუძვლები აქვს და ის რო გონია, რომ აი ბებიამ რო აი ამ ქვაბში გამოაცხო რაღაცა პასკა, ესე უნდა ვაცხო მეც და სინამდვილეში იმიტომ გამოაცხო ბებიამ იმ ქვაბში, რომ სხვა არ ქონდა. და ჩვენ რო დღეს ვიძახთ, რომ აი ქალი ასე და ასე არ უნდა იქცეოდეს, ხმამაღლა არ უნდა ილაპარაკოს, აგრესია არ უნდა გამოხატოს. ეს არის სინამდვილეში აი ჩვენი ბიოლოგიური განპირობებულობის მანძილზე ჩვენი ფიზიკური ძალა რო ნაკლები ქონდა ქალს. და ეს ასეც არის რა კუნთია ხა კუნთოვანი მასა ქალს ნაკლები აქვს მაგრამ ეს არის ის სუსტია მაგალითად ახლა ძალიან თემაზე გადავდივარ თუმცა ნახე აი მეცნიერულად აი ქალის ტვინი რო შეისწავლეს და კაცის ტვინი არის განსხვავებები და ქალების ასე ვთქვათ მხარესაც კი არის გადახრილი სადღაც ასწორი იმიტომ რომ მაგალითად ქალი მარცხენა და მარჯვენა ნახევარსფეროს თანაბრად იყენებს ხო კაცი უფრო ლოგიკაზე და კონცენტრაციაზე არის მისი ტვინი უფრო მიმართულებით არის უფრო ძლიერი უფრო მასა კაცის მეტია ტვინის თუმცა ეს იმიტომ რომ კუნთოვანი მასა აქვს მეტი და მხოლოდ მოტორიკის ხარჯზე და არა რუხი ნივთიერების რომელიც ინტელექტს აკონტროლებს. ანუ ეს რო ეხა შევკრათ ერთ პასუხად ასე ვთქვათ და წერტილები შევაერთოთ, ხო? ყველაფერი არის ჩვენი განპირობებულობა და დღეს რო გონია ვიღაცას პირობითად ნინის თუ ჟუჟუნადეიდას თუ ჯუმბერი ბიძიას რო რაღაც წმინდას იცავს, სინამდვილეში ისეთ რაღაცას იმეორებს, რაც არც უფიქრია. საფუძვლები საიდან მოდის? არის ისა დღეს აკრძალვის ტონით ლაპარაკობს. ამიტომ უგრძალავენ ქალებს, უგრძალავენ ბჭყალებში, კიდე კაი ჩვენ ქვეყანაში უკვე ბჭყალებში, რომ აი ეს უფრო მკაცრად განიხილავენ და განსჯიან, რომ აი ამის გააზრება არ ხდება. ჩვენ ვიღებთ რაღაცებს როგორც ფორმულას და ესე არ არის და სხვათა შორის ის ადამიანი რომლებიც მე მაგალითად აღმოაჩინე გამრავლების ტაბულა ბევრმა არ იცის ძალიან ბევრმა აი შეიძლება გაოცდე პრინციპში ეს არ არის ახლა მე არც გამოვიყენებ ამას ვინმეს დასაკნინება უბრალოდ მიკვირს რომ აი 8 ჯერ 7 რო კითხო ვიღა 2 ჯერ 2 რო 4 ეს გაუგიეთ მაგრამ აი მთლიანად გამრავლების ტაბულა შეიძლება არ იცოდეს და ისეთი დარწმუნებით გითხრას რომ ქალი ესე უნდა მოიქცეს და კაცი აქაც კომპეტენციაა საჭირო. ანუ გენდერულ საკითხები. ანუ ისო განათლებამდე. ანუ არ არის სასირცხულო რომ თქვა რაღაცები არ ვიცი. იმიტომ უნდა იცოდე მედიცინის რაღაცა, საფუძვლები, ფიზიოლოგია, ბიოლოგია, რომ რაღაც გონივრულ დასკვნებამდე მიხვიდე და არ ილაპარაკო რომ მე მგონია რომ ქალი ესე უნდა. ესე არ არის. აი ხო არის რაღაც აი მაგალითად დისციპლინები, მეცნიერებები, რომელზეც არ გამოიდებენ თავს და მაგალითად არ იტყვიან რომ აი ფერმას თეორემა როგორ უნდა დავამტკიცო, მეც ვიციო. ხო ან არ ვიცი გაუსის რაღაც ნაშრომებზე არ გაიქაჩებია მაგრამ აი ქალი და კაცი ვიცი და რატო სინამდვილეში არც აქ არიცი აქაც ცოდნა საჭირო მეც ვსწავლობ ყველა გენდერის კვლევარები არსებობენ კონკრეტულ სტატიები იდება რაღაცა თუ ამბობ რომ ეს ესე უნდა იყოს იმას რაღაც საფუძველი უნდა კონდეს მეცნიერული და ნუ მე ამის მომხრე თუმცა კარგი ის არის რომ ნელ-ნელა მგონია რომ საზოგადოება მაინც იცვლება მით უმეტეს აი მედია სივრცე შეიცვალა გაცილებით გონივრულ და ადეკვატურ კითხვებს ვავენ მაგალითად რომ მივდივარ გადაცემებში და ადრე თუ თოქ-შოუებში რაღაც საოცრებებს მეკითხებოდა ვითარდება იგივე აი სამართლის კუთხითაც ახლა შინაგან საქმეთა სამინისტროში უკვე რამოდენიმე წელია მე მგონი 2016 წელს ზუსტად არჩევა ვწდებოდა გახსნეს აი ცალკე განყოფილება რომელიც აი ოჯახურ ძალადობის ასე ვთქვათ მიმართულებით არის და სამართლებრივად კანონმდებლობის მხრივადაც და საზოგადოებას ნელ-ნელა იცვლება. ადრე რაც იყო რომ რაღაცა საქილიკო, ეხლა სერიოზულად უდგებიან იგივე ქალებზე ძალადობის თემას. ასე თუმცა აი ის ჯერ რა კონოტაციას დაყვება რომ ეს რა ჩაუცვამს. აი მაგალითად შარშან შარშაძე იყო რაღაც ავტობუსში ვიღაც ქალი რომ პატარა ახალგაზრდა გოგოს ეუბნება რატო გაცვია შორტი. აი ვინ ეკითხება? აი ჩვენთან საერთოდ საზღვრების არსებობა არის ქართველებმა. ჯანსაღი საზღვრები, საზღვრები რო არსებობს. სხვა შეიძლება ეგ საინტერესო რომ პირადი დონეზე ხო არ ვიცით, ქვეყნის დონეზეც როგორ დარღვეული გვაქვს საზღვრები. ვისაც უნდა შემობოჯიალდება, როგორც ასე რუსებს უნდათ ხოლმე და აი ეს მიცოცავს. აი
სხვა შეს პიროვნება იმეორებს ხოლმე თავის ერის ისტორიას. ჩვენ იგივე ტრავმები გვაქვს როგორც ადამიანებს, ისევე როგორც ჩვენ ქვეყანას და სამშობლოს. ეს ერთი და იგივეა სინამდვილეში. ამიტომ არის სამშობლო ესეთი ახლო ჩვენთან და ახლობელი, რომ სამშობლო ეს არ არის რაღაც ტერიტორია, ეს არის შენი სულიერი თავგადასავალი. იდენტობა. იდენტობა. ჩვენ ერთნაირი ტრავმები გვაქვს ეროვნულ დონეზეც და ადამიანად. აი, იგივე მაგალითი ავიღოთ საზღვრები. არ გვაქვს საზღვრები. აი, უცხო ქვეყნის მოქა როგორც უნდათ, რა პირობებითაც, შემოდი, იყიდე ქონება დასაქმთი ბიზნესი, გადი, გამოდი, მიდი, მოდი. როგორც ადამიანებს არ გვაქვს საზღვრების დაცვა, არ ვიცი, რა გაცვია, რა ჩაგიცვამს, ესე რატო ვიღ რა და ყველა უკეთესად იცის, შენზე კარგად იცის ყველაფერი, როგორ უნდა გააკეთო. იცი რატო სხვა ადამიანის დარეგულირება გინდება მაშინ, როცა საკუთარ ემოციებს ვერ არეგულირებ. და საკუთარ ემოციების დარეგულირება, ну რაც ემოციური ინტელექტია, დარეგულირება კი არა, საერთოდ მე რო იმ წუთას რაღაცა ემოცია მოვიდა ჩემთან, რამაც მიბიძგა, რომ შენ ჭკუა გასწავლა, მაგასაც ვერ ვაფიქსირებ, ეგ არის საქმე. რა დავარეგულირ, საერთოდ არ ვიცი, მე რა ემოცია, მე შენთვის მინდა კარგი, თორემ მიხვდი? ხო, რა თქმა უნდა. ეხა ამოვისვი. ძალიან კაი იყო. შეგვიძლია რამე თქვი, თუნდაც ლექსი. ძალიან კაი იყო, შეგვიძლია მოვრჩეთ უკვე. ანუ ხო რეალურად ჩემი პოდკასტი ეძღვნება კარგად ადამიანის well-being-ს, რა კარგად ყოფნას, კეთილდღეობას. ხო და აი ამიტომ გამიჩნდა სურვილი რომ მესაუბრა ცალკე გენდერზე როგორც ქალზე, იმიტომ რომ აშკარად კაცთან შედარებით ჩვენ ხო არის რა ეგ მომენტები არის და იცი რა სხვათა შორის ძალიან ხშირად აი ჩვენ ისრებს ვიშვერთ ხოლმე კაცების მიმართულებით და მე უნდა გავუსვა ხაზი რომ ერთი რომ თვითონ ქალები ძალიან არ ღვევენ ქალების საზღვრებს და პატივს არ სცემენ ქალურობა საკუთარ თავში შეიძლება ბევრს აი დაჩაგრული ყავს ქალი საკუთარ თავში და ამიტომ აღიზიანებს მე ხო აი ფემინური საწყისი უკვე აღიზიანებს იმიტომ რომ მაგრამ მოდი ისიც ვთქვათ რომ ამ ქალებსაც დაათმობინეს ანუ ეს არის სისტემის პრობლემა ეს არის პატრიარქატის ესე იგი პირმშოები ვართ ყველანი და ეს არ არის რომ კაცი იღვიძებს და ეხლა მინდა რომ ქალი დავჩაგრო უბრალოდ მას ხვდება ეს სისტემა რომელსაც კაცსაც დიდ წნეხს აკისრებს და მეუბნება შენ კაცი თუ ხარ ესეთი და ესეთი უნდა იყო შემომტანი შენი შეხარ მთავარი ოჯახში და რას ქვია ხა შენ სიტყვას გადავიდა ქალი და მე ეს გონია იქ ძმაკაცები ეტყვიან რომ ბიჭო აბა ხარ რამდენს გიბედავენ თუ რაღაც სისულელეები მოკლედ რა აი რაღაცა კლიშეები თუმცა მე მაინც მგონია რომ აი ახალ თაობაში თითქოს ეგ აღარ არის თქო თუ მე მეჩვენება თუ მე რა წრეშიც ვარ იქ აღარ არის თუ როგორ არის მაინც იცრუება მე მგონია რომ მაინც იცრუება აი პროცენტულად ხა სტატისტიკა არ ვიცი მაგრამ რაღაცა ტენდენციები დაიძრა რომ ძალიან იგივე კაცები ოჯახში უფრო ჩართულები არიან აი შიდა მეურნეობაში რაც ადრე ნამდვილად ძველ თაობაში არ იყო აი ცალსახად კაცი უნდა ყოფილიყო შემომტანი ქალი სახლში ფუსფუსებს და ბავშვებს დის ახლა კაცები ასეინებენ ბავშვებს ბანენ უცვლიან ან ძალიან შემოვიდა კარგი მამობა თითქოს თან შემოვიდა ეს რაღაცა სწორი გადანაწილება თუმცა აქვე უნდა ვთქვათ რომ ეს სწორი გადანაწილება ერთი მაგრამ ქალს თანამედროვე ქალს კიდე სხვა გამოწვევები ზიან შედადგა, იმიტომ რომ ფაქტობრივად ეხლა თუ ადრე იყო რომ ქალმა იცოდა რომ კაც ბავშვებს გაზდის, დაждდება სახლში, ქმარი მოუტას ფულს, ეხლა თანამედროვე ქალმა თვითონ დაუყენა თავის თავს ესეთი პირობები და ეხლა უწევს რომ შეასრულოს, რომ თან უნდა იმუშაოს, თან კარგად გამოიყურებოდეს, თან ბავშვიც გაზარდოს და სახლში სუფთად კონდეს ყველაფერი, სადილიც უნდა დააორგანიზოს თუ თვითონ არ აკეთებს და ცოტა არ იყოს თანამედროვე ქალი ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე. ამას ძალიან ხელს უწყობს აი ინდუსტრია, რაც არის სილამაზის და წონის კორექცია და აი აქ ძალიან მახეშია გაგული. მოდი ვისაუბროთ ამაზე, ძალიან საინტერესო თემაა ეს. აი ის რა წნეხიც არის
ქალებზე რომ უნდა იყოს აი კონკრეტული წონა, ესეთ ფორმაში არ სიბერე ნიშნები არ უნდა კონდეს, ხო? ეს მარტო საქართველოზე არ არის, ზოგადად ეს ხო რას ქვია, დაბერებაზეც უკვე არის, უფლება არ გაქვს. ანუ ფაქტობრივად უნდა იყოს მოჭი ეს გაკაჩული და აი ხო შეს აქაც კაცებთან მიმართებაში გაცილებით რომ კაცრია, კაც არ ხო გაგიგე, კაც ჭაღარა როგორ უხდება. კი, როგორ არა. ის ნაოჭიც რაღაცა მზიდველიც არის და ვაიმე და უკაცრავად ანუ ეს ჭაღარა რატო უხდება ესე კაცო რა თქოს ხო არა უხდება მეც მგონია რომ უხდება მას შეიძლება ქალსაც უხდებოდეს მასე კაცმა რო თქვას მაგრამ შეიძლება თან ის ინფორმაცია იმდენად მისაღებია უკვე და შევთანხმდით რომ კაც ჭაღარა უხდება და ქალზე არ შევთანხმდით და შეიძლება უკვე მოდროა შეთანხმების ხო იცი როგორ არის სხვათა შორის აი ძალიან საინტერესოა რომ აი ამ წონის კორექციებზე და აი ამ წონაზე მინდა ვისაუბროთ ძალიან ბევრ ადამიანს დასავლეთშიც და ეს განპირობებული იმითაც ეს ფასტ-ფუდები და მithumetes ამერიკაში არ ვიცი რა დოზის საჭმელებს ჭამენ რაღაც არანორმალური პორციები აქვთ და ჩვენთანაც უკვე ძალიან ფეხმოკიდებულია ეს ფასტ-ფუდები ხო ჩქარი ყვება და ეს რა თქმა უნდა ეს წონის პრობლემა არის თუმცა აი ეს რომ მუდმივად ისევ ქალებზე აქცენტი უნდა იყო ფორმაში და დიეტა და საინტერესო რაღაც დავიჭირი აქ და ფსიქოლოგი რაღაც სტატიები რო გაარჩიო ნახავ რომ აქ ძალიან მაგრა შემოდის აი მიზანი რა არის რომ ფორმაში ვიყო მაგრამ ქვეცნობიერად აქ შემოდის კონტროლზე მიჯაჭვულობა ეხლა რას ნიშნავს ნახე ძალიან ბევრი როგორც ვთქვით გამოწვევა ხო აქვს ქალს და ადამიანს და ნუ მოდი ქალზე გავაკეთოთ აქცენტი და ბევრი რამე მისი კონტროლის ქვეშ არ არის რა იგივე სამსახური იქნება თუ რა იქნება საზოგადოებრივი მისი რეპრეზენტაცია ესე პირდაპირ მის ქალის კონტროლის ქვეშ არ არის ხო ადამიანის უფრო ადამიანის თუ ქალის კონკრეტულად იცი რა ქალს ძალიან ბევრი გამოწვევა რადგან აქ მოდი ქალებზე ვისაუბროთ ადამიანები ვერ ვაკონტროლებთ ვერც კაცი თანამედროვე ისეც ხო და არის ფერი სადაც ნამდვილად არ გვაქვს კონტროლი და ეს თითქოს აი რაღაცა შეიძლება შენი კონტროლის ქვეშ მოაქციო ნახე აი მე განსაზღვრავ რა ვჭამო და რა არ ვჭამო და ეს იძლევა ქვეცნობიერად უსაფრთხოების განცდას და ამაზე შეიძლება შეჯდე როგორც აი მიეჯაჭო რატო რომ ნახე გავაკონტროლე არ ვჭამე ცოტა შედეგს მივაღწიე წამოვიდა დოფამინი დავჯილდოვდი რომ ნახე რა მაგარია მე უსაფრთხოდ ვარ და მე შეიძლება აღმოაჩინო რომ სინამდვილეში ფორმაში ჩადგომა კი არ არის შენი მოტივატორი ვაკონტროლებ და ისეთ უკიდურესობაში გადახვიდე რომ ჯანმრთელობაც უკვე ანუ აღარ არის შენ ჯანმრთელობის კარგი მაგრამ ეს კონტროლს ვერ უშვებ აი ეს ინტერვალური შიმშილები და ასე შემდეგ ხო აი ეს კონტროლია რომ ჩემ ხელშია მე როგორც მინდა ისე იქნება აი შედეგიც დავინახე მაგრამ მე რა მოდის რომ უკვე კომპენსატორული რომ მე ჭამ იმიტომ რომ არ არსებობს ორგანიზმის თუ ესე აშიმშილებ შეგაწყვეტინებ ბოდიში ინტერვალურ შიმშილზე აქაც ვიტყვი მithქვამს მაგრამ მაინც ვიტყვი რომ ქალებისთვის ზოგადად ძალიან უამრავი კვლევა არის რომ არ მუშაობს კარგად ჩვენ ჰორმონებთან და ეს კაცებისთვის არის ხო აი ნახე აი ზუსტად კარგი ხა ის იყო შენი მხრიდან ნიშანდობლივი შენიშვნა რომ მართლაც ასეა რა არ შეიძლება რომ აი აიღო და აი თქვენს ინტერვალური შიმშილი და აი უნდა გავაკეთოთ ქალის მართლა ჰორმონალური სტატუს-კვო სხვანაირია ხო და აი აქ რო აი მოდი სინამდვილეში რაც ჯანმრთელობისთვის კარგია დავარეგული რომ კონტროლში კი არ გადავიდე აი მიუშვა ზომიერებაში იყოს აი აქ არის ეგოსთვის პრობლემა რომ აბა დოფამინი საიდან მიიღო ზომიერებაში არ მოდის ეს დოფამინი და არა და ზომიერება ყველაზე კარგ შედეგებზე მითხარ ნუ ეხლა მე საუბრობ როდესაც პლუს მინუს რაღაც 5 კილოზე ალბათ ხო მაგ მაქსიმუმ 10 ეხლა ნუ შენ სიმსუქნის დაავადებაზე არ საუბრობ ეხლა ვისაც აქვს რაღაცა დარღვევა და იქ უკვე ენდოკრინოლოგი და მართლა ფსიქოლოგებიც და ექიმებიც უნდა იყვნენ ჩართული იმათ თავისი ხო შენ ამბობ აი სუეს პლუს 3 კილო პლუს მინუს 3 კილო ხო მე ვამბობ რომ პრინციპში რომ დიდად ესეთი პრობლემა არ არის, მაგრამ აი ეს თამაში მიდის, რომ ეხლა კი მაინც მინდა რომ დავიკო. იმიტომ რომ აი ჩემი აზრით ეხლა მანდ მივდივართ ისევ რაღაც ვიზუალურ მხარემდე. თქვა სულ მე მინდა რომ მეცვას რაღაც კონკრეტული ჯინსი და არ მინდა რომ ზომა შევცვალო. ხო. სხვათა შორის ეხლა ძალიან საინტერესო იყო. მე ყოველთვის ვიყავი 50 კილო, აი მთელი, არ ვიცი, წლები.
და მე რაღაც მომენტში აი რომ დავქორწინდი, მაგ პერიოდში მოვიმატე 10 კილო. მე ისევ დავიკელი 5 და სადღაც შუაში 55-57 პრინციპში ჩემთვის იდეალური წონაა. თუმცა ის 50 კილოზე რა ჯინსიც მეცვა, ხო? ეხლა ნუ მომიწია გადაცვლა. ძალიან არ მომეწონა. რა ესე დავაფიქსე შოპინგზე რომ დავდივი, მაინც ვეკვეტებოდი იმ ჯინსში. ჩვენი საუბრიდან ეხა ალბათ მაყურებელიც და რაღაც ჩვენს ესე მოკლედ გამოვიტანთ დასკვნას, რომ ქალები ვართ დაჩაგრულები. შეიძლება ეხა ამანაც გააღიზიანოს მაყურებელი, ხო? და ძალიან ბევრი ძახს რომ არ ვარ კაცო დაჩაგრული და მართალიც არის. ნახე, აი ეს სიამოვნებაში ჩვენ როცა ვსაუბრობთ ქალების უფლებებზე და გვინდა რომ რაღაც ტენდენციები, სტანდარტები შეიცვალოს, ეს იმას არ უნდა ნიშნავდეს და არ ნიშნავს, რომ გავამყაროთ რაღაცა მსხვერპლის როლი ქალისთვის. სულაცა პირიქით არ უნდა იყოს ქალი მსხვერპლის როლში. ეს სწორად უნდა გავიგოთ. ნახე, როცა ქალი იჩაგრება მართლა და მასზე ძალადობენ ფსიქოლოგიურად თუ ფიზიკურად, რა თქმა უნდა ის მსხვერპლია და სამართლებრივად არის დაზარალებული. თუმცა ჩვენ ახლა ვსაუბრობთ აი კარპმანი სამკუთხედ უნდა შემოვიტანოთ იმაზე, რომ ერთია რომ ფაქტობრივად დაზარალებული მხარე უნდა ვთქვათ ვინ არის და მეორეა რომ შენ მსხვერპლის ფსიქოლოგიაში არ უნდა შეხვიდე როგორც ქალი. ეს ძალიან პრობლემაა, იმიტომ რომ მე შემხვედრია, აი პრინციპში, როგორ გითხრა, თითქოს აი ამ ციხიდან, რასაც ძალადობა ქვია, ქალს ქონია აი კონკრეტულ кейსებში, გასაღები თვითონ უჭირავს ხელში და არ აღებს ამ კარს და არ გამოდის. უფრო მეტიც, გასაღებიც არ, ეს კარი ღიაა და არ გამოდის და აი ეს არის ზუსტად მსხვერპლის ფსიქოლოგია. იმდენი წყენა გროვდება, იმდენი ბრაზი გროვდება, რომ მე შენ თვითონ ხთები, თუ მსხვერპლის როლში ხარ, აი ამ შენი ბრაზს და წყენს მოიხმარ. ეს არის ჩვეულებრივი ნარკოტიკი. და აი ამ წყენაში და ბრაზში ეს შენი იდენტობის ნაწილი თუ გახთა და მსხვერპლის როლში ხდება. ყველაფერი სხვისი ბრალია თან მაგ დროს. და მსხვერპლის სულ მართალია. და შეიძლება მართლა აი მთელი სივერა გეიცი რა შეიძლება მართლა მართალი იყოს. და ხშირ შემთხვევაში მართალია. იმიტომ რომ მსხვერპლი ეძებს მოძალადეს აუცილებლად, იზიდავს. ნახე, და მიიზიდა მოძალადე რაღაცა სიტუაცია და მართალია ეს მსხვერპლი მართლა დაზარალდა და მართლა მასზე ძალადობდნენ, დაუშვათ და მართალი ხარ. მაგრამ არსებობს კიდევ უფრო მეტი სიმართლე, მაშინაც როცა მართალი ხარ, შენთვისვე უმჯობესია, რომ დათმოეს შენი მსხვერპლის როლი, გამოხვიდე ამ ბრაზებიდან, აპატიო, იმიტომ რომ შენი თავისთვის არის ესე უკეთესი და გადახვიდე, მაგრამ ნახე, სად გადავიდეს? მისი მთელი ცხოვრება თუ ამ იდენტობაშია, რასაც მსხვერპლის როლი ქვია. რა იდენტობა? აი აქ არის, რომ რაღაც მომენტში ქალი და ადამიანი აღმოაჩენს, რომ საკუთარი თავი თვითონ უნდა შექმნას და ეს არის დიდი კრიზისი. იმიტომ რომ საკუთარი თავი მე თვითონ შექმნა საიდან არ ვიცი, საიდან დავიწყო. აი ამიტომ არის მნიშვნელოვანი განათლება, ამიტომ არის სტანდარტის მიცემა, რომ ქალს უნდა ქონდეს განათლება, თავის პროფესია, თვითონ ფინანსური დამოუკიდებლობა, რომ აი საიდან დავიწყო წერტილი ჯერ არ დაუდგეს საერთოდ და მე თუ დადგა ეგეთი მომენტი საყრდენი კონდეს, თუმცა ნებისმიერი სიტუაცია შეიძლება თავიდან დაწყება მეტნაკლებად. თავარია რომ ეს ამის ნება იყოს და ამით არის საინტერესო ეს კარპმანის სამკუთხედ, მოდი მაყურებელს კიდევ ერთხელ უთხრათ, რომ ესე იგი მსხვერპლი მოძალადე და გადამრჩენელი. და სხვა შორის ქალები ძალიან ხშირად არიან ხოლმე გადამრჩენელების როლში, რომ აი იმ კაცს ვჭირდები და ის შეიძლება იყოს მოძალადე, ალკოჰოლზე დამოკიდებული, ნარკოტიკზე, მაგრამ მე გადავარჩენ როლი. სხვა შორის ერთ-ერთმა ჩემმა follower-მა დამიწერა კაცმა, რომ რა ვერ გაიგეთო, კაციო, დიახაცო, როგორც უნდა ისე მოიქცევა და ქალი იმისთვის ჭირდებაო, რომ გაუსწოროსო, აპატიოსო, შემწყნარებელი. რატო ირანში ვართო თუ სად ვარ? არ ვიცი, აი თვითონ ისე კარგად ქონდა გაправებული. მუსულმანები ვართო თუ რატო? აი ესე ქონდა. ხო და ნუ ძალიან ხო და იცი რამდენს აქვს ესეთი წარმოდგენა, რომ ქალმა უნდა მოითფიოს. ნუ მისი პრობლემაა და მისი ცნობიერების. ხო, ანუ ქალმა უნდა მოითფიოს. სხვა შეს აუცილებლად უნდა ვისაუბრო რაზე, იცი რომ ჩვენ ქალებს ბავშვობიდან გვსდიან როგორც კარგ გოგოებს, კეთილ გოგოებს. რას ნიშნავს? ეხლა მოდი გავშიფროთ რა არის ეს კარგი გოგო რა.
ნახე, აი მშობლებს რა კარგი ბავშვი იყო ბავშვობი და ეს რას ნიშნავს, რომ დამჯერე, ანუ რა, კონტროლირებადი, მშობლისთვის კომფორტული, ადვილად სამართავი, ისეთი დამჯერე ჩუმი, გადასარევი ბავშვი იყო. ანუ პრობლემა, სიამოვნებაში სუპირიქით არის, ესე იგი რაღაცა ხდება იქ, ისეთი, რომ ბავშვი დასტრესილია, თავის თავს ვერ გამოხატავს. ეხლა ეს საერთამდე მივიდივართ, რომ ბავშვმა თუ თავის ემოცია, აგრესია და ბრაზი ვერ გამოხატა. ბრაზი არის პირველ წყაროს შენი ჯანსაღის საბაზისო ენერგია. საბაზისო ენერგია და სექსუალურ ენერგიას და აგრესიაზე ორ რამეზე დგას ახლა ფროიდიდან თუ მიუყვებით ამ ხას. ბრაზი თუ ვერ გამოვხატე, შენ საზღვარი არ გაქვს. და ნახე მე მოზარდობაშიც თუ იგივე გრძელდება, დასულ ასაკში რა ხდება? შეიძლება ვერც გააცნობიერო რატომ, მაგრამ შენ იდენტობა აღარ გაქვს. ანუ შენ არ იცი, მე თუ არც ერთ ეტაპზე ჩემი განვითარების არ გამოვხატე ჩემი აზრი, ჩემი ემოცია, ჩემი ნება, როგორ დავიცავ ჩემ ინტერესს პირად ცხოვრებაში, სამსახურში, საზოგადოებაში, მეგობრებთან, არც ვიცი მე რა მინდა. დგება იდენტობის კრიზისი და შეიძლება ვერც გავაცნობიერო, მაგრამ აი ეს მდგომარეობა ბევრს ეცნობა, რომ აი არც ვიცი თითქოს ცუდი არაფერი ხდება, მაგრამ ნახე რა არის უიმედობა, დემოტივაციაში ყოფნა, რაღაც დეპრესიული განწყობა, სიცარიელის განცდა და საიდან აი რაღაც ეგეთი ტიპი ვარ მე მგონი, აი ზარმაცი ვარ, არ არსებობს შემდგომ არც სიზარმაცე, არც დემოტივაცია ადამიანს რომ მიეცა სიცოცხლე და სამყარომ და უფალმა მიცა აი ეს რესურსი ის ბედნიერი არის ცხოვრებით თუ იქ რაღაც წინაღობები არ არის და სხვათა შორის დასრულობაში დგება რაღაცა მომენტი, როცა აი მაინც სიცოცხლე რო იმარჯვებს და აი ეხლა გადავწყვიტე, რომ ეხლა მე უნდა გამოვხატო ჩემი თავი რა. აი იქამდე რაც იყო ის არის თვითუარყოფა. ანუ მე people pleaser-ობა შეი სხვის ჭკუაზე სიარულში დავკარგე ჩემი თავი. ოღონდ კონფლიქტი არ იყოს, ოღონდ ის არ იყოს. და თან ოღონდ ეს კარგი გოგოს როლი მოირგო. და სხვებსა და არას ვერ ვამბობ, აი სხვას როგორც უნდა და თვითუარყოფაში არის კავშირში, რომ არ დაკარგო რაღაცა, არ დაკა, ხო, არ ბაზისურ შიშებთან, რომ მე შეიძლება არ ვუყვარდე, ხო. ხო და აი სანამ ამას გავაცნობიერე. ყველა იცი როგორ არის, რომ თავი უპირობოდ უნდა გიყვარდე შენი თავიც და ვისაც მართლა უკვე უპირობოდ უნდა მე თუ შენ პირობები გისრულ ეგეც სიყვარული. ხო, თუ კარგი გოგო ხარ, მაგ შემთხვევაში მეყვარები. თუ გიყვარვარ, მაშ ეგ არ არის სიყვარული, ხო? აი ეგ არის. მაგრამ მაგას შეიძლება ვერ გააცნობიერო, მაგრამ ცუდად ხარ, დემოტივირებული ხარ. აი ეს მომენტი და როცა დგება დასრულებაში, აი მე უნდა გამოვხატო ეხლა ჩემი თავი და აი ეხლა კი, იმიტომ რომ გროვდება ის დაგროვილია ბრაზი, წყენა და აქ ხდება საოცრება. ნერვული სისტემა ავტომატურ რეჟიმში რთავს ტორმუსს და რა არის ეს ტორმუსი? ალბათ მაყურებელს ეცნობა. ეს ტორმუსი არის დანაშაულის განცდა. შენ გიჩნდება უკვე დანაშაულის განცდა, რომ ზედმეტად ხო არ გამოვხატე, ხო არ ვაწყენინე, ეხა აქ უადგილო ხო არ იყო. ანუ უკვე შენი თავის გამოხატო, ანუ დანაშაულად გზნობ თავს, იმიტომ რომ სისტემა დაისწავლა, რომ შენ როდესაც ხარ კომფორტული, მაშინ არის უსაფრთხო ყველაფერი. და როგორც კი შენ გამოხატავს შენ თავს, უკვე აღარ იცის აქ ოპერირება და აი ეს არის ის წერტილი, სადაც მხოლოდ გაცნობიერება აღარ არის საკმარისი და აქ უკვე აი პროფესიონალთან ერთად, სპეციალისტთან ერთად უნდა მოხდეს ფუნდამენტური მუშაობა და ღირს ამაზე მუშაობა, იმიტომ რომ აქ ფაქტობრივად აი ამ წერტილიდან იბრუნებ შენ თავს. და შეგიძლია ამ დანაშაულის განცდა, რაც არაფერს არ ემსახურებ, მხოლოდ დესტრუქციულია, მართლა მიხვიდე, აი თავიდან დაშალო შენი იდენტობა, რომელიც ამ დანაშაულებზე, წყენებზე აგებული და ნამდვილი შენი თავი შექმნა, აი როგორიც უნდა იყო ისეთი რა და ეს იმდენად საინტერესო და საშიში პროცესიც არის. ტრანსფორმაცია. იმიტომ ჩვენ ხო შიშისაც გვეშინია. იმიტომ ახლა თუ არაფერს არ შეგე, თუ შიშიც არ უნდა აუგრძალო ბავშვს. იმიტომ შიში თუ აუგრძალე, ის არასდროს არ გამოიკვლევს სამყაროს ის ბავშვი. იმიტომ რომ რაღაცა ყოველთვის საშიში ახალი საშიშია. ტვინისთვის ისედაც. ნერვული სისტემის ტვინისთვის და შემეშინე გავჩერდი და არაფერს აღარ გამოვიკლებ. ჩავждები ოთახში, იმ ციხეზეა ისე ვლაპარაკი, სადაც თავადzi ხარ, გასაღები გაქვს და არ აღებ. აი ამაშია საქმე, რომ აი ეს ბაზისური მართლაც ემოციები, რომელიც არის ბრაზი, შიში, ხო? წყენა არა, წყენა მე შეკოწიწებულია და რაც დაგროვილი ბრაზების ჯამია ერთგვარად, ხო? ეს უნდა გამოვახატინოთ ბავშვს. მოზარდობაში
უნდა გაგვიხარდეს ბავშვი თუ არ გიჯერებს. დარბის, ყვირის, ეს არ ნიშნავს რომ ჩარჩოები არ ხა ხო დავაკავშირე ეს, რომ აი რო ამბობდი კარგი გოგო და ხო აი რო ბავშვი ესეთი უნდა იყოს და ქალიც ესეთი უნდა. ქალი ნახე ქალი სინამდვილეში იგივეა, კარგი გოგო. 7 უნდა იყოს, აქტიური არ უნდა იყოს, თავისი აზრი ნაკლებად უნდა გამოთქვას. იცი როგორი კარგი გოგოა, რომ აი მესეთი და 7 და ძალიან ისეთი არ უხდება ქალს თურმე ბრაზი. რას ნიშნავს ეს არის დანაშაული ამის თქმა. ნუ ეგრე ხა კაცსაც არ უხდება მაშინ გაბრაზებული ადამიანი. კაცი ქარიზმატულია რო ბრაზ. ხო და არ ვერ აგრესიო როგორ კაცი რაც უფრო აგრესიას ნუ ალბათ იმიტომ რომ იქ მასკულინურ ენერგიას ალბათ ამ ტესტოსტერონს მოყვება ეს სიუხეშე და თქვათ რომ ჩვენშიც არის მასკულინური ენერგია. რა თქმა უნდა. არ არსებობს ქალში თუ არ არის მასკულინური ენერგია, საწყისი და აგრესია. ნუ წარმოუდგენელი მაშინ თოჯინა. ხო, ანუ სულ გაბრაზებული კაციც მიუღებელია და ვერ მოგეწონება, სულ გაბრაზებული ქალიც არ მოგეწონება და ხა ცოცხლები რო ვართ. ხან გავბრაზდებით, ხან გვეწყინება, ხან ვიცინებთ და ხო, ხან რა ვიცი, გახარებული. მაგრამ ნახე მრავალფეროვანი ადამიანი და ნამდვილი ადამიანი ძნელი სამართა. ალბათ, ხო. ხო, და საზოგადოება გეუბნება რომ იყავი მე წინასწარ უნდა გამოვიცნო შენ როგორ მოიქცევი. როგორ ჩაიცმევ რა დროს თვალებს დახრი მორცხვად ხო და სიტყვას არ შემომიბრუნებ შენ საზღვარი არა ის რას ქვია ქალმა საზღვარი დაიცვას კაცი გაგისაზღვრავს სად შეიძლება დაარღვიოს მაგრამ შენახსენე რომ ქალებიც უსაზღვრავენ ქალებს ეს არის კი იმიტომ რომ ნახე სხვა შეს ქართული პატრიარქატის ძალიან საინტერესო დამახასიათებელი ნიშანი არის რომ ჩვენ პატრიარქატის სადარაჯოზე კაცზე მეტად დგას ქალი უფრო ქალი რომელმაც ფემინურობა უარყო და დაიტოვა დედის როლი და ყველაფერი თავის თავზე აიღო პასუხისმგებლობა. კაციც ბავშვის როლში მოაქცია. აი ესეთი ქალი დგას, რომელიც ამბობს, რომ მე მსხვერპლად გავიღებ ჩემ ქალურობას, მაგრამ ესე ადათ წესებს თუ რაღაცას დავიცავ და ესეთი ქალები უფრო დგანან და რა თქმა უნდა თვითონ არიან ამ შემთხვევაში სადღაც ამ სისტემის მსხვერპლი, თუმცა ხო ამის გაგონება არ მოეწონებათ, ხო? და მე ეს სად მიდის ეს შინაგანი აგრესია, რომ გავლანძღოთ. ვისშიც დავინახავთ რომელ ქალშიც რაღაც ფემინურს, სექსუალურს, ეს სექსუალური სიტყვაზე ხო ალერგია ჩვეულებრივი, ანუ ანტიჰისტამინური საშუალებებია საჭირო, წარმოუდგენელია უბრალოდ. სხვა შეს აი ძალიან საინტერესო ხომ ზღაპრები და აი მძინარემზე თუ ნახავი აი ეს რო შეერჭობა ეს რომ ხო ის ნემსი ხო 16 წლის რო გახდება მაშინ ხდება ეს ანუ რა პერიოდია ეს როცა ქალად ბავშვი გოგო მომწიფება და უკვე ქალი უნდა გახდეს რა და იქაც ხო შეშნახე პრინცი რო აღვიძებს რა რას ნიშნავს ეგეც ახლა იქ ხوار ჩაშლიდან მაგრამ სადღაც სექსუალური ის არის რა მოცემულობა რომ აი სექსუალობამ გაკოც სექსუალური ელემენტი შემოდის ხო ანუ ეს გამოაღვიძებს ეს აქცევს აი სად ჩააბჟირდა ეს ბოროტი დედინაცვალი თუ ვინც არის ხო რა ქვია იმას ნათლია ხო რომ აი მომენტში როცა ის ქალი უნდა გახდეს აი მან შემოდის ეს შური და ბრაზი და აი აქ ეს ზღაპრები ხო არის ყველგან არქეტიპებია და სხვა შესაძლებლობა როგორ იმეორებს ჩვენს ყოფიერებას ანუ რამდენად მაგარი და ჭეშმარიტი რაღაცები ზღაპრები მართლა გენიალურია რა და ეგ არის რომ აი ქალში ამ ქალურობის აღიარება მიღება და აი ისევ რომ დაუბრუნდეთ დღესაც 21 საუკუნეში აი ესეთი რაღაცა პრესტიჟულიც აღარ ქვია იმის იქით ხო ახლა რობერტ სტურუას უბრუნდები ისევ ხო იმიტომ კი რაღაც ვიღაც დასაცავთ არ დასაცავთ მაგრამ ბოლო რაზე იყო კამათი მე მივესალმები თუ მე არ მინახავ სპექტაკლით ამიტომ ვერ გავარჩევ და მეც არ მინახავს ხო როცა ვნახავთ მე ვთქვა ჩვენი აზრი თუმცა რასაც ვკითხულობდი არ იყო აქ 1-2 შემხთა რომელიც იყო აი მართლა რაღაცნაირი გარჩევა უფრო კრიტიკული თვითონ ნაწარმოებთან მიმართებაში და რუსთავის გადააზრებასთან მიმართ დანარჩენი იყო რომ რა ეცვა თინათის გახტილი იყო მე შეიძლება ეგ აზრიც გავიზია რომ უბრალოდ გავიგო, მაგრამ აი ეს ლანძღვა რო სხვა რამიდან მოდის ზუსტად ვიცი რა. იმიტომ თინათინი გაიხთის თუ ვიღაცა ნინი ავტობუსში ერთნაირად ლანძღავენ.
და რა მნიშვნელობა აქვს? სალანძღავი მიეცათ. ხო. აი ეს იკითხება და არა ის და სულ ყოველთვის ეს არის შეფუთული რაღაც ეროვნული ღირსებით და ეს ლანძღვა როდის გახდა ჩვენი ეროვნული ღირსება? აი სულ მინდა ამ ხალხს ვკითხო. აი ლანძღვა ქართულ იდენტობაში როდიდან არის? ირინა, შენ ახსენე კარპმანის სამკუთხედის გადამრჩენელის როლი და მე მინდა დავამატო მაგას ესეთი რაღაცა, თვითონ გადამრჩენელის როლიც არ არის დადებითი როლი. არა, რა თქმა უნდა, კარტმანის ყველა ხო, ეს უნდა უთხრათ თითქოს რომ კარტმანის სამკუთხედი ეს ყველა დესტრუქციული როლია. რა თქმა უნდა მოძალადე, რა თქმა უნდა მსხვერპლი, რა თქმა უნდა გადამრჩენელი. ლამაზად ჟღერს და შეიძლება გმირიც იყო და გმირად მოიაზრო თავი და საზოგადოებამ დაგაჯილდოს რომ ამაგარი ხარ, მაგრამ გადამრჩენელი სიამოვნებაში არის მოძალადე, რომელიც არ უღებს საზღვრებს მსხვერპლის და უბრალოდ ამას უფრო დიპლომატიურად ხუთავს, რომ და მე თან მოწონს ის შეგრძნება, რომ ვიღაცაზე მეტია გადაარჩინა. კი და ეძებს სულ მსხვერპლს რომ გადაარჩინოს. მსხვერპლი გადამრჩენელს. თუმცა ვთქვათ რომ ეს ტენდენცია თან თამაშდება რა ეს როლები იცვლება გადამრჩენელი ვიყო მე მსხვერპლიც ვიყო კი შეიძლება სამივე იყო ნახე მსხვერპლი ყველა ვარიანტში ხარ თუ გადამრჩენელი ხარ იმიტომ შენ სიამოვნებაში შენ თავი ვერ გადაარჩინე პასუხისმგებლობა ვერ აიღე და სხვისი გადარჩენელი მე მგონია რომ მოძალადეც ხარ იმიტომ რომ მსხვერპლი რო ხარ შენ მსხვერპლის როლიდან შენ მოძალადე ვთქვათ მეუღლის რაც ვახსენეთ ხო ქმარს ისეთ რაღაცებს უდგამ და ისეთ რაღაცებს აკეთებ რომ შენ ქვეცნობიერად უნდა გამოიწვიო ის რომ მსხვერპლად ვალიდაცია მოგცეს რომ იყო თუმცა აქ ძალიან საფრთხილოა რა რომ არ ამას ძალიან სიღრმისეული გაგება უნდა რომ ეს არ უნდა გადათამაშდეს და გავაფრაოთ რომ ხო ეხლა მსხვერპლი აი სიტყვაზე მოკლე კაბა ჩაიცვა და დავპროვოცირდი არა ანუ ეს რაღაცა სიტყვა რაღაც ხმამაღლა მითხრა და აბარა ამას არ ნიშნავს ისედაც ზოგადად ეხა ძალადობა ხო ძალადობა ცალსახად დასაგმობია გინდა მოკლე გეცოს არ ვიცი რაც გინდა ისქენი მოკლე ძალადობა მიუღებელია თუ არ მოგწონს გაშორდი ხო ხო მარტივი ანუ არ მოგწონს გაშორდით ერთმანეთს ძალადობა მიუღებელია ხო ძალადობა მოძალადის კი ბატონო და ეს ნამდვილად ეს აქ უბრალოდ ჩვენ ვლაპარაკობთ რომ მსხვერპლს შეიძლება იმდენად ჩაიხუიოს თავის როლში რომ აი როცა უკვე კარიღია მაშინაც არ მომდეს გამოსვლა უკვე თვითდაზიანებაზე წავიდეს ამიტომ ან კიდევ ერთი შეიძლება გაშორდეს და თუ ისე მსხვერპლის როლში ადამიანი ისე იპოვოს მოძალადე ზუსტად აი ეგ არის და ამიტომ არის აუცილებელი რომ ამ როლიდან გამოხვიდეთ რომ ეს ვიღაცებზე კი არ ვლაპარაკობთ ჩვენი ალბათ პოპულაციის 90 მეტის შეიძლება 95% ამ კარტმანის სამკუთხედში ვარ ჩაკეტილები და ამ ტენდენციებში ვართ მეტნაკლებად ახლა ზოგი მეტად ზოგი ვინც მუშაობს თავის თავს და უკვე რაღაცები გაცნობიერებულია გაიცოტა შეიძლება იმ რაღაც 10%-ში გადაინაცვლო თუმცა თუ არ იმუშავე საკუთარ თავს იმდენად ეს სხვა ძალიან საინტერესო რა არის რატო გვჭირდება ეს როლი ეს როლები იმიტომ რომ ეს როლები მე რომ მიფიქრია გაძლევს საშუალებას გაექცე შენ ნამდვილ რა თქმა უნდა არა იყო პასუხისმგებლობა რომ ეს საშიშია იყო თავისუფალი და ვიყო ის ვინც ვარ ამას შემოქმედება ჭირდება და თან ოჯახიდანაც ანუ ბავშვობიდანაც ძირითადად ესე არის დასწავლული და ოჯახიდან მოდის ეს კარტმანის სამკუთხედი თითქმის ყველა ოჯახშია და შესაბამისად სანამ გამოხვალ ამ როლიდან და გააცნობიერებ ანუ ხარ ამაში და ხო აი როდესაც აი ქალების უფლებების დაცვას და ფემინიზმს საუბრობთ აი ამიტომაც უნდა გვახსოვდეს ეს არ არის ლოზუნგები არ უნდა იყოს ეს არ უნდა იყოს რაღაცა გამოვედი და რაღაც აქცია ჩავატარე მაინდა არა და თან ფემინიზმი არ ნიშნავს კაცის დაგმობას თქვა პირიქით ეს ხო ნუ აი ეს რაღაც არის ტოქსიკური ფემინისტები არსებობენ და იმიტომ რომ კაცები საერთოდ არ უნდა არსებობდნენ და ხო ჩვენ პირიქით ის ვთქვათ რომ ეს არის რომ ფემინური მხარე ქალის რაც არის პირიქით მისასალმებელია და კი ნამდვილად და ქალებმაც მართლა რაღაც ერთმანეთის მიმართ ეს სიძულვილის ენა მე რამაც ჩამაწერინა ეს პოდკასტი იყო რომ ერთ-ერთი სტუმარი მყავდა და მართლა ისეთი საოცრებები დაუწერეს იმიტომ რომ რაღაც მისი ტატუმის რაღაც იყო მიუღებელი კარგი არ არის მისაღები გაიარე
ასქროლე. ანუ მე მივხვდი რომ თან ახლა რაღაც კი არ მიკვირს ესე ძალიან მე დამიწერეს რომ რატო გაგიკვირდაო ახლა საცხოვრობო და რაღაც მომენტში გამიკვირდა იმიტომ რომ პოდკასტში არავითარ სტუმარზე არ წამოსულა ესეთი აგრესია. მაგრამ თან არ არის გასაკვირი, მაგრამ მირჩევნია რომ გამიკვირდეს. მე სხვა შეს ამ ბოლო დასაყვარად. თან დავიტოვო ის. ამ ბოლო დროს ყველაფერს უყურებ როგორც მომხმარებლის, ანუ დამკვირვებელი? დამკვირვებელი კი არა, აი ყველაფერში არის ხო გონია რომ აი ვინც ნივთიერებებს მოიხმარს, ნარკოტიკს, ალკოჰოლს და აზარტულ თამაშებს, აი ისინი გონია ჩვენ დამოკიდებული ადამიანები და მომხმარებლები რა. მარტო ისინი არ არიან. სინამდვილეში ძალიან ბევრია. აი ხა ეგეც რომ ვიღაცა იმან მოიხმარა ის თავის ბრაზიც თუ აი ეს ღვარძლი. კი, მაგრამ შევთანხმდეთ რომ სხეულში მე თვითონ უბრუნდება ეს და ავად ხდება ადამიანი აუცილებლად. იცი რა არის? იქ იმ წუთას მიიღო ის უპირატესობისგან ის დოფამინი თუ რაც მიიღო რა. და მორჩა აი იმაზეა დამოკიდებული. აი იმ წუთა რატო დაწერა? აი სხვა რატო გალანძღებ და თვითონ ქვეცნობიერად თუ ცნობიერად არა ალბათ პროფესორია უპირატესად ხო იგრძნოთ აი მე ეგრე აი შენ ხარ ცუდი და მე აი შენთან შედებით უკეთესი ვარ უპირატესობაზე ნადირობა მიდის ხო და სხვა შეს ამას რო გააცნობიერებ მე ნაკლებად გაგაღიზიანებ მაგრამ აი ამდენი კაცებიც მიკვირს ახლა საქართველოში რა ვიცი აი ამდენი კაცები ქალების მლანძღველი კაცები ესეც რაღაც მე სადღაც მგონია რომ ეს სოციქსელების თემაც არის კი ალბათ პირადად ნაკლებად პირისპირ ნაკლებად გამბედაობა გადარეცხილებიც არ მგონია რა მგონია რომ აი იქ თან ბევრი ბოტია ბევრი რაღაც იქ აი ხო კლავიატურასთან აი ზუსტად აი მოხმარება რა შენთვის ჩუმად მოიხმარ იმ ღვარცლს და ამაზე არის შემჯდარი ესეც იმ სიცარიელიდან მოდის და მე შეიძლება სადღაც თანაგრძნობაც მქონდეს. თანაგრძნობა არ ნიშნავს, რომ შენაპირატესად იგრძნო თან. არა, თანაგრძნობა მაქვს იმ გაგებით, რომ მესმის რა, საიდან შეიძლება მოვიდეს. ამიტომ ჩვენ ადამიანებს გვაქვს ამის ესე გვსდიან, რომ კონკურენცია, ხუთოსანი, ოროსანი, სადღაც აი მან გააკეთა, ესე გვსდიან და მე გვიკვირს, რომ მე როგორ აღზევდებით ჩვენი, თან როგორ აღზევება იქით იყოს და როგორ ვიქნებთ განვითარებული ადამიანები, როცა ბავშვობიდან გვსდიან, იმიტომ რომ მე შეუნდა გჯობდე, შენ უნდა მჯობდე და ჩვენ ყველა იმას და ვიღაცაზე უპირატესი ხო და რა თქმა უნდა ესეთი ფასეულობები კი არა და ფასეულობებამდე ვერ მივდივართ ეს არის გადარჩენის რეჟიმი იმიტომ რომ ფასეულობებამდე თუ მივიდა ადამიანი ის განვითარებულა ჩვენ უმრავლესობა ვართ გადარჩენის რეჟიმში რომ გარედან მოხრეული უნდა გადავრჩე როგორც ეგო და თუ მე ჩავალ და მივხვდები რა ფასეულობები მაგ და უკვე ფასეულობების მიხედვით კი უკვე გაცნობიერებულად იწყებს ცხოვრებას სულიერი სიმშვიდე მოდის. ხო, ანუ ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ამ თემაზე პოდკასტის ჩაწერა, რომ კიდევ ერთხელ გაგვეჟღერებინა ეს საკითხები, თორემ ხა ვთქვათ, ახალიც არაფერი არ გითქვამს, მაგრამ კარგია რომ ხო, მაინც კიდევ ამ თემაზე ვისაუბრეთ და უღრმესი მადლობა ირინა. და ძალიან ლამაზად გამოიყურეთ. ძალიან დიდი მადლობა. ფემინურად და როგორც შეხმარი მივიღებ კომპლიმენტებს და დაგიბრუნებ ძალიან ლამაზი და კარგი და იცი როგორი ემოციური ინტელექტიც იკითხება შენს გარეგნობასთან ერთად. თუნდაც აი რომ მისმენ იმ მომენტში. დღეს ძალიან მოგაყარე. ძალიან კაი პოდკასტი გამოვიდა. მადლობა.